სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ამინ. სარწმუნოებით იწოდა რა აბრაამ ერჩთა გამოსვლად ადგილსამას, რომელიც დაპყრობად იყო მისა სამკვიდრებელად და გამოვიდა და არა უწყოდა ვიდრე მოვიდოდა. სარწმუნოებით მწირობდა ქვეყანას ამას აღთქმისასა, ვითარცა უცხოსა, კარავსა შინა მკვიდრობდა ისააკ და იაკობის თანა, მკვიდრთა მათ თანა მისივე აღთქმისათა. სარწმუნოებით შეწირა აბრაამ ისააკი გამოცდას ამას და მხოლოდ შობილს ამას შესწირვიდა, რომელმან აღთქმა იგი მოიღო, რომლის ამიმართ ითქვა ვითარმეთ ისააკისაგან გეწოდო შენ ნათესავად. ესრეთ შეჰრაცხა ვითარმეთ ყდრეთიცა აღდგინება ჩემძლებელ არს ღმერთი, რომლისათვისა იგავით მოიყვანა იგი. სარწმუნოებით მერმეთა მათვის ისააკმა ნაკურთხა იაკობ და ესავი. სარწმუნოებით იაკობმა მორა იკვდებოდა, თითოეულად ძენი იოსებისნი აკურთხნა და თაყვანის წად წვერსაზე და კვერთხისა მისისას. სარწმუნოებით იოსებ აღარა ესრულებოდა გამოსვლისათვის ძეთა ისრაელისათა მოიხსენა და ძვალთა თვისთათვის ამცო. სარწმუნოებით მოსე იშვა რაი დამალეს 3 თვე მამა დედათა მისთან, რამე თუ იხილეს მკვირს ღრმა იგი და არა შეიშინეს ბრძანების ამისგან მეფისა. დღეს წმინდა ეკლესიამ განზრახში ერჩია ებრაელთა მიმართ პავლე მოციქულის ეპისტოლე, რადგან ძალიან მალე უდიდესი სასწაულის მომსწრე, რა თქმა უნდა ეს ისტორიული ფაქტი უკვე დიდი ხნის წინ მოხდა, მაგრამ დღესასწაულობითად უნდა გავხდეთ თითოეული ჩვენთაგან. შემოუსაზღვრავი, ყოველგამყოფი, დროის მიღმიერი ღმერთი უნდა გახდეს შემოსაზღვრული კაცი. იმისათვის რომ ადამიანი წოდვის ტყვეობიდან გამოიხსნას. ეს რომ დაიჯერო ადამიანმა, ამისათვის არ გამოგადგება არც ლოგიკა, არც მეცნიერება, არაფერი, მხოლოდ ერთადერთი რამ, რწმენა. და ამიტომაც ყურადღებას ამახვილებს ეს ეკლესია რწმენაზე და მოგვითხრობს დიდი მამამთავრების, ეს ძალიან მცირე მონაკვეთი იყო, თვითონ რაც წავიკითხეთ დღეს სამოციქულო, ისიც კი გამოკრებილად წავიკითხეთ, ძალიან ბევრი მაგალითი მოყავს პავლე მოციქულს და ბოლოში ამთავრებს, რომ დრო არ მაქვსო, თორე უფრო მეც კიდე ვილაპარაკებდი ამის შესახებ. განაძლიერებს ებრაელებს პავლე მოციქული მათივე წინაპრების რწმენის მაგალითის მოყვანა. ასევე რა თქმა უნდა ეკლესია თითოეულ ჩვენთაგანს. უნდა ვიდღესასწაულოთ რა, კიდე ერთხელ ვიმეორებ. ყველა სასწაულზე ალბათ უფრო დიდი სასწაული ღმერთის განკაცება ეკლესიას სურს რომ რწმენაში გაგვაძლიეროს და მოყავს აი ეს მაგალითები, რომელიც დღეს ჩვენ სამოციქულოსი მოვისმინეთ. შეიძლება ვიღაცა დაეჭვდეს და იფიქროს, რომ ეს ძალიან დიდი სასწაულია, რომ იმისთვის რომ ადამიანმა ესე უბრალოდ ირწმუნო, მაგრამ თუ დავაკვირდებით რა მაგალითი მოყავს პავლე მოციქულს, მივხვდებით, რომ ამ მაგალითებში მოყვანილი ადამიანებმა გაცილებით უფრო დიდი რწმენა აჩვენეს, ვიდრე ჩვენ დღეს მოგვითხოვებთ. მაგალითად აბრაამს ერთმანეთის საწინააღმდეგო მცნებებს აძლევს ღმერთი თუ დაუკვირდებით. ნახეთ, ჯერ ეუბნება აბრაამს, რომ გამოდი დატოვე შენი მამის ქვეყანა და ქალაქი. გამოდი და მე დაგიმკვიდრებ შენ აღთქმულ მიწას. და მე მოგცემ შენ შთაომავლობას, რომელიც ცაზე ვარსკვლავებით გამრავლდება და ზღვაში ქვიშასავით. და აი ამ ჩემი ამ აღთქმის, ესე ვთქვათ, ნიშანი არის ისააკი. ან პირდაპირ ეუბნება ღმერთი, რომ ისმაილისგან არ გამრავლდები შენ. მე ჩემი აღთქმის მკვიდრი არის ისააკი.
აი ამას პირდება ღმერთი ა ブラ ამს და ეუბნება აი ამ პირობით ამას გიგპირდები მეშე. გამოდი და დატოვე ყველაფერი და ა ブラ ამი უპირობოდ ასრულებს მცნებას, რწმენით, როგორც პავლე მოციქული გეუბნება, უჯერებს ღმერთს და მიდის. უჯერებს იმასაც, რომ უკვე ასაკს გადასული შვილიერება რომ წარმოუდგენელია, ცოლი გაუჩენს მას, აი სწორედ იმ აღთქმის შვილს, რომლისგანაც გამრავლება კიდე ერთხელ ხაზგასმით ვამბობ და სჯერა ა ブラ ამს ამის. უჯერებს და მიყვება ღმერთს. იგივე ღმერთი ეუბნება ა ブラ ამს, რომ აი ის, ვისგანაც გითხარი რომ გამრავლდები, ისე რომ შენ შთამომავლობას ვერავინ ვერ მოთვლის. აი ის უნდა შემომწირო ეხლა მე და დაკლა როგორც ზვარაკი ჩემთვის. აი ერთმანეთის გამომრიცხავი ორი ბრძანება უფლისგან. მაგრამ ა ブラ ამი რწმენით ამასაც იღებს. ნახეთ, ამიტომ არის საოცარი მისი რწმენა. ამასაც რწმენით აკეთებს და პავლე მოციქული ხაზგასმით გვეუბნება თუ რატო გადაწყვიტა ეს ა ブラ ამმა, ხო, რომ მან იფიქრა რომ მისთვის ვინც მე აღმითქვა რომ გამამრავლებს მისით ისიც შესაძლებელი იქნება რომ ყდრეთით აღადგინოს ჩემს მიერ დაკლული შვილი. ნახეთ, როგორი რწმენა აქვს, ჯერ კიდე როდისაა მკვდართა აღდგომის რწმენა ა ブラ ამს. ჯერ კიდე როდის. ნახეთ, რატო არის მისი რწმენა და ჩვენი განსხვავებული. ა ブラ ამს ურთიერთსაპირისპირო რამეს ეუბნება ღმერთი და ერთისაც ჯერა და მეორისაც ჯერა. ასეთივე მაგალითები ჩვენ რა თქმა უნდა შეგვიძლია ჩამოვთვალოთ რწმენის ესეთი ძლიერი ცოცხალი რწმენის მაგალითები ჩვენ კი არ ჩამოვთვალოთ პავლე მოციქულმა სხვა ჩამოგვითავა და ნუ გავაგრძელებთ ახლა საკმარისი იყოს ა ブラ ამის მაგალითის მოყვანა, ხო? აი ჩვენ კი როგორ რწმენას გთხოვს ღმერთი. ჩვენთან პრაქტიკულად რომ დაფიქრდეს სწორი იქნება ესეთი გამოთქმა, რწმენა არ გვჭირდება რომ დაფიქრდე ადამიანი. იმიტომ რომ ფაქტობრივი მაგალითი გვაქვს იმისა ვისიც გვწამს გულისხმობ იესო ქრისტეს. ფაქტია ის ისტორიული რომ ის არსებობდა. ფაქტია. ფაქტია ის რაც მან იქადაგა და დაგვიტოვა ჩვენ. ისიც ფაქტია რომ ის ჯვარზე გააკრეს, მოკვდა და აღდგა. ეს ფაქტია. ისტორიულად გადმოცემით ჩვენამდე მოტანილი ფაქტი. ამიტომ მას დაუჯერო ვინც პირადი მაგალითით განახა ყველაფერი, ხო, დაუჯერო ამ ასეთ ადამიანს რომ გეუბნება რომ შენ თუ მე დამიჯერებ, შენც რომ მოკვდები მე აღგადგენ, ეს გაცილებით უფრო იოლია დამეთანხმებით, ვიდრე დაუჯერო იმას რომ აი ამ შვილით გაგამრავლებ და მეორე წუთას გეუბნები რომ ეს შვილი ახლა მე შემომწირე. ალბათ უკანასკნელი გაცილებით უფრო რთული არის, მაგრამ ჩვენ ვხედავთ სამწუხაროდ რომ მიუხედავად იმისა რომ ჩვენი რწმენა გაცილებით უფრო იოლი უნდა იყოს თითქოს, იმიტომ რომ ასეთი მაგალითებით არის, ესე ვთქვათ, უნდა იყოს უფრო სწორედ ჩვენში გამტკიცებული, მიუხედავად ამისა ვხედავთ რომ ძალიან სუსტია ჩვენი რწმენა და აი იცით რას გავს ებრაელი ხალხი ეგვიპტიდან რომ გამოვიდა ეგვიპტის ტყვეობიდან ჯერ ეგვიპტეში რამდენი სასწაულები ნახეს, ხო? უამრავი სასწაული. ეგვიპტეშივე ნახეს რომ ღმერთმა უბრძანა მათ რომ დაკალით ზვარაკი კარებზე სისხლით ნიშანი გამოსახეთ, რომ თქვენს ოჯახში არ შემოვიდეს ესე თქვა სიკვდილი და ნახეს მათ რომ მათი ირმშოების გარდა, ანუ მათი ოჯახების პირველი შვილების გარდა
რომელზეც კარებზე იყო გამოსახული ეს ნიშანი ღვთისგან, ყველა პირმშო დაიღუპა მთელს ეგვიპტეში, არა მარტო ადამიანების, არამედ პირუტყვებისაც კი. მათ ნახეს ეგვიპტიდან გამოსვლის დროს, რომ წითელი ზღვა შუაზე გაიხსნა, მათ გაიარეს ამ ზღვაში, მათ უკან მომავალი ფარაო თავისი ჯარით დაინთქა ამ ზღვაში. აი ეს ყველაფერი ნახეს. და რა კითხვას დაუსვამდნენ თქვენი აზრით მოსეს? ღმერთიო შეძლებსო ამ უდაბნოში რო გვაჭამოს და გვასვასო? ნახეთ, აი ჩვენი თანამედროვე ქრისტიანების მდგომარეობა სამწუხაროდ აი ამას მახსენებს. მათაც აი ამდენი სასწაულის მერე რა უგუნური კითხვა უჩნდებათ, ხო? წესით ზღვას რო დაინახავ შუაზე გაყოფილს და იქ შენ გაივლი, ამის მერე რაღაცა უნდა გაგიჩნდეს რაიმე შეკითხვა, მაგრამ ხედავთ რომ უჩნდება. აქაც არ გავჩერდეთ, ჩვენ ამაზე ადრეც გვაქვს ნალაპარაკები, მაგრამ გავიმეორებ. აქაც არ ჩერდება, ნახეთ, ისრაელი ხალხი, ებრაელი ხალხი, მათ საკვებს აი ამ ეჭვის მერე, წესით ხო უნდა დაესაჯა ღმერთს, მაგრამ ოწყალე ღმერთია, ხო? და რას უვლენს? ზეციდან მანანას უგზავნის, ზეციურ პურს. ეუბნება, რომ აი ეს იქნება თქვენი საჭმელი. ყოველ დღე რამდენიც დაგჭირდებათ, იმდენს გამოგიგზავნით. როგორ ფიქრობთ, რა ზისამდნენ ებრაელი ხალხი? რაღაც ნაწილი მათი. ჩუმად იღებდნენ და მიქონდათ ვაი და ხვალ აღარ გვიწვიმოსო. ჩუმად მიქონდათ ხოლმე. რა ემართებოდა იცით ამ ჩუმად წაღებულს? მატლად იქცეოდა, მატლი უჩნდებოდა. მაგრამ საოცრებაა, ხო? იხილეს ზეციდან ჩამოსული პური და მაინც ეჭვი ეპარებათ. და კიდე დიდხან შეგვიძლია გავაგრძელოთ, ხო? აი ამ ყველაფრის შემყურე კიდე ბოლოს რა გააკეთეს? ბოლოს აარონს ეუბნებიან, რომ მოსეო, დიდი ხანია უკვე წავიდაო. წასულია მოსე, ღმერთს ესაუბრება, რომ ჯულისფიცარი ჩამოიტანოს და ეუბნებიან, რომ შეგვიქმენი, აი ესეთი ღმერთი გვინდა იქ რო იყო. და კერპს ქმნიან, წარმოიდგინეთ. აი ეს ყველაფერი გამოიარეს და კერპი შექმნეს კიდე. ეხლა ამდენი რატო ვილაპარაკე? განსხვავებით აბრაამისგან ჩვენი რწმენა აი ამ ასეთია სამწუხაროდ. და თითოეული ეს ისტორია ხო ტყილად არ მოგვიტანა ღმერთმა ჩვენამდე. ეს ისტორია იმიტომ მოგვიტანა უფალმა, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა წავიკითხოთ და თვალნათლივ დავინახოთ ჩვენი ცხოვრების გზა. ნახეთ, ჩვენც შემთხვევით არ ვთქვი, ხო, რომ ფაქტობრივად ვიცით, რომ იესო ქრისტე ცხოვრობდა, ვიცით, რომ ის მოკდა და ვიცით, რომ ის აღდგა. ვიცით, რომ ისე იცხოვრა, რომ ცოდვა არ უქნია ამ ქვეყანაზე. და მიუხედავად და მისი პირიდან ვიცით, რომ ის ჩვენთან იქნება, ვიდრე ქვეყნის აღსარულო. ვიცით, რომ ის არის ყოვლისშემძლე ღმერთი. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენი ცხოვრების ყველა ნაბიჯზე მაინც ეჭვი გვეპარება. აქ შეძლებს ეხლა ნეტა გამოვა და უბედურება იცით რა არის? აი ამ ეჭვების გამო, ისე როგორც ის ებრაელები, ვინც მანანას იპარავდა და მათ ჯიბეში ის მატლად ექცეოდათ, აი ჩვენ ცხოვრებასაც ზუსტად ესე ვიფუჭებთ. თითოეული ასეთი ეჭვით, აი ეს მატლი გვიჩნდება ჩვენ, რომელიც ხრავს მერე ჩვენ ცხოვრებას, რომელიც გვაუბედურებს მერე ჩვენ. მაგრამ ჩვენ ჯიუტად ისევ იგივეს ვიმეორებთ. მეორე დღეს ისევ გვიწვიმებს ღერთი, მესამე დღეს ისევ იგივეს ვაკეთებთ. მეოთხეზე ისევ და აი მე გაგიჩნდებათ რატო ვიტანჯებით, აი ამიტომ ვიტანჯებით. რაოდენ მშვიდი იქნებოდა მათი ცხოვრება, რომ დაეჯერებინათ ღმერთისთვის, ხო? წყნარად მშვიდად გაიგვიდნენ ამ
უდაბნოს უდარდელად საერთოდ ყოველგვარი მსხვერპლის გარეშე ახლა აქ აღარ გავაგრძელებ ხო ვისაც მე დაგაინტერესებთ წაიკითხეთ გამოსვლათა წიგნი და ნახავთ რამდენი უბედურება შეემთხვათ მათ ამის ასეთი ურწმუნოების გამო და ეს იგივე თითოეული ჩვენთაგანი ცხოვრებაში ხდება სწორედ ამ ურწმუნოების გამო მაშინ როდესაც მორწმუნეებს ღმერთი თვითონ დაატარებს ა ブラ ამის ცხოვრება ამის ნათელი მაგალითიც არის ხო როგორ გამოუჩნდებოდა ხოლმე ღმერთი ჩვენებებში იმ ადამიანებს ვისაც ა ブラ ამისთვის რაიმეს დაზიანება სურდათ ნებსი თუ უნებლიეთ და როგორ ეუბნებოდა ღმერთი რომ ეს კაცი ჩემი ამ კაცს არავინ ამას რაიმეს დაუშავებდა ჩემი რისხვა არ აღწდება პირდაპირ ესე ეჩვენებოდა ხოლმე და ესე უყოლავდა ა ブラ ამს ღმერთი გზას ესე გაუყოლავს ყველა მორწმუნეს მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ კიდე ერთხელ ვიმეორებ ყოველ დღე აღმოვაჩენთ ხოლმე რომ ჯიბეში ეს დამპალი გახრწნილი მანანა გვიდევს უკვე ჩვენი ურწმუნოების გამო ესე ვიქცევით თავს ნუ მოვიტყუებთ პატარაშიც და დიჩით სამწუხაროდ მაგრამ უფრო ხშირად უნდა ვთქვათ რომ პატარაში მცირედში გონია რომ ეს არ აუშავს არა და სინამდვილეში ხო ესე არა გუშინ წავიკითხეთ სახარება ხო ვინც მცირეზე ურწმუნოა ის დიდზეც ურწმუნო იქნება გამორიცხულია თუ მცირეზე სარწმუნოა ხარ დიდს ვინ მოგცემს ეს სახარების სწავლებაა ხო ამიტომაც თითოეული ჩვენთაგანი უნდა ცდილობდეს რომ ყველაზე მცირეშიც კი ცხოვრებაში იყოს ყველაზე მცირეშიც კი ღვთის სიტყვის აღმასრულებელი ყველაზე მცირეშიც კი არ არის საჭირო ეჭვები ნეტა ეს ესე იქნება ნეტა ის ისე იქნება იცი ღვთის სიტყვა გაუჯერე რა იმიტომ რომ დაფიქრდე სხვა აბა ვის უნდა დაუჯერო თუ ქრისტეს არ უჯერებ აბა ვის უჯერებ მაშინ ხო გამოდის რომ გგონია რომ საკუთარ თავს უჯერებ მაგრამ სინამდვილეში ეს მაქვს უჯერებ მას უჯერებ ვინც არის მოწადინებული არ ჭამს არ სვავს არ ძინავს რომ შენ დაღუპოს შენ იმას უჯერებ და ქრისტეს ვინც შენთვის მოკვდა იმას არ უჯერებ რატომ მოკვდა ქრისტე რატომ მოკვდა რა მიზანი ამოძრავებდა მითხარით აბა დავფიქრდეთ რა მიზანი ამოძრავებდა რატო განკაცდა რატო იტვირთა ამდენი ტანჯვა წამება რატო ერთადერთი მიზანი ჩვენი გადარჩენა იყო და ჩვენ მას ზურგს ვაქცევთ და ვისი ერთადერთი მიზანიც არის ჩვენი დაღუპვა იმას ძალიან ხშირად უჯერებთ ძალიან ხშირად ეს ძალიან მარტივ რაღაცეებში უნდა დავიჭიროთ ჩვენი თავი კიდევ ერთხელ ვიმეორებ ძალიან მარტივ რაღაცეებში აი ელემენტარული ვიღაცა რაღაცას რო გეკითხება თავის გამოძვრენა გინდა და მოიტყუები უღალატე ქრისტეს შენ მისი ჯვარი გააცრუე აი მისი მსხვერპლს შეურაცხყოფა მიაღწია მოციქული რო გვასწავლის რომ თქვენო რაიმე სხვა რამით კი არა ხართ გამოსყიდულიო სისხლით ხართ ნაპინდებიო ამით რისი თქმა უნდა მოციქულს რომ დააფიქრდი მეუნება თითოეულ ჩვენთაგანს დააფიქრდით რა ფასი აქვს თქვენს ცხოვრებას ანუ მიხვდით ხო მაცხოვარმა თავისი მსხვერპლით ჩვენი ცხოვრების ფასი აწია თითოეული ჩვენთაგანის ფასი აიწია ძალიან და ამის შეურაცხყოფას უკვე არავის აღარ აპატიებს ღმერთი იმიტომ რომ მან თავის მხრიდან ყველაფერი გააკეთა ეხლა დაგვიტოვა ჩვენ ფაქტობრივად გასაკეთებელიც არაფერი არ აქვს ფაქტობრივად გასაკეთებელიც არაფერი არ აქვს ხო ყველაფერი გააკეთა ჩვენ მაგივრად ერთადერთი დაგვიტოვა რომ ირწმუნეთ და ჩემი მცნებებით დაიცავით და აქაც არ დაგვტოვა შეწევნის გარეშე აქაც გითხრა რომ სუსტები ხარ ვიცი
ამიტომ მოდი სინანულს მოგცემთ. და სინანულში არ დაგვტოვა უსასოდ და გითხრა, რომ 70 ჯერ 7 დღეში ამდენჯერ რომ შეგწოდო შენმა ძმამო, აპატიეო. ანუ უსაზღვრო რაოდენობით აპატიეო. ამით რა გითხრა ღმერთმა? ეს საზღვარი თუ ჩვენ დაგვიწესა ერთმანეთისთვის. თქვენ როგორ ფიქრობთ, თვითონ რამდენზეა წამსვლელი რომ ჩვენ გვაპატიოს? მის წყალობა საზღვარი არა. საზღვარი არის მხოლოდ ჩვენში. და ჩვენს რწმენაში. თუ ადამიანს სჯერა, რომ ქრისტე მისთვის მოკვდა ჯვარზე, ამის იჯერა და ამ იდეით ცხოვრობს და თუ ადამიანს სჯერა, რომ ის მოკვდება რა მას ღმერთი აღადგენს კუდრეთით, თუ ამის ჯერა ადამიანს და ამ მიზნით ცხოვრობს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ამ გზაზე წაიბორძიკოს, ასეთ ადამიანს ღმერთი აუცილებლად აცხოვრებს. ჩვენ აი ამისა უნდა გვჯეროდეს, რომ ჩვენთვის მოკვდა და რომ ჩვენ აღვადგინოს. თუ ამის არ ჯერა ადამიანს, ის მართლმადიდებელი ვერა. და ეს ყველაფერი იწყება მაცხოვრის შობით. რწმენის ეს საიდუმლო იწყება მაცხოვრის შობით. ჩვენ ველოდებით დღესასწაულს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომელიც ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელია. როგორ გახდა დაუსაბამო დასაბამის მქონე. აბა აი უბრალოდ დავფიქრდეთ. დაუსაბამო ღმერთს განკაცდა და დასაბამიერი კაცია. მას პირობითად უძახიან კაცს დაუსაბამოს, მაგრამ ეს მისი ღვთაებრივი ბუნები. ისე დაუსაბამო, გახდა დასაბამია. გარშემო უსაზღვრელი გახდა შემოსაზღვრული. ხო? ჩვენთვის შიოდა, ჩვენთვის ტკიოდა. აი უბრალოდ ეს ყველაფერი ახლა რამენაირად, აი როცა აქედან გახვალთ, მე დაფიქრდით და რაღაცნაირად ლოგიკური ჯაჭვი ააწყვეთ. ძალიან გაგიჭირდება. ეს აი დღეს ჩვენ ლოცვებში წავიკითხეთ, ესეთ სიტყვებმა გაიჟღერა და მომხდა ხურში ძალიან. როგორ მოხდა ეს? მხოლოდ მან უწყის. მხოლოდ მან უწყის. როგორ განკაცდა ის, ეს რანაირად მოხდა, მხოლოდ მან უწყის. ჩვენ მარტივად ვიცით, რომ განკაცდა, იმიტომ რომ წამს იმის, რომ ის არის სრული კაცი და სრული ღმერთი და წამს იმის, რომ ეს მოხდა. ისე, რომ აი ეს შეერთება ვერც ვერასდროს შეირევა ერთმანეთში და ვერც ვერასდროს გაიყოფა ერთმანეთისგან. აი ამის წამს თითოეულ ჩვენთაგანს მართლმორწმუნე ქრისტიანს. ჩვენ გვწამს ორბუნებოვანი ქრისტე. ღმერთი და კაცი. ოღონდ არა ორი. არამედ ერთ პიროვნებაში ეს ყველაფერი გაერთიანებული. როგორ? ეს მხოლოდ მან იცის. ჩვენ გვწამს ის, რაც მან გვითხრა. ისევე როგორც აბრაამს წამდა, რომ თუ ის თავის ძეს დაკლავდა, ღვთისთვის ღმერთს შეეძლო მისი ძის ისევ მკვდრეთით აღდგინება. ჩვენც აი ესე ყოველგვარი ლოგიკის მიღმა გვწამს, იმიტომ რომ ეს მხოლოდ მას შეუძლია ჩვენს ღმერთს. ერთმა დაგლოცო და გაკურთხო და შეურყეველი რწმენა მოგცეს სიცოცხლის ბოლომდე, რომ როდესაც ჩვენი დრო დადგება და ღვთის წინაშე დავდგებით, ეს მაინც გვეთქვას, რომ უფალო ჩვენ გვწამდა ისე, როგორც ჩვენმა ღვთისმეტყველებმა გვასწავლეს. კი, ბევრჯერ დავეცით, ბევრჯერ წავიბორძიკეთ, ფაქტობრივად არც არაფერი ცხოვრებაში ღირსეული არ გაგვიკეტებია, მაგრამ გვწამდა, მოყვებოდით, აი ეს მაინც შეგვეძლოს გვეთქვას. უფალმა დაგლოცო და გაკურთხო.